რა ხდება? ანუ ადამიანი ერთი მართალი ყავს. პარლამენტში რამე ხდება? არ ხდება. სასამართლო ამუშავდა, დამოუკიდებელი გახდა? არა, არ ხდება. ანუ სიტუაცია იგივე რჩება. უბრალოდ ბიძანიშვილის სხვა ხასიათის გამო, თვითონ ქვეყანაში სხვა განწყობაა რა, ნაკლები რეპრესივებული რაღაც. სისტემა იგივეა. ბიზნესს რო ხვალ გადაუტრიალდეს თავში. და თქვა რომ მეც მინდაო ეხლა რა ვიცი, ანაკლის აშენებაო და რა ვიცი, შენ ძეგლის დადგმაო და რაღაც ამის შესაძლებლობა აქვს. და არ უნდათ ამ ამერიკელებს რომ შესაძლებლობა აქ იყოს, იმიტომ რომ არასწორია რა, ქვეყანა ერთ ადამიანს არ უნდა ემორჩილებოდეს და ხან დააჯილდოვებდნენ, ხან რაღაც ისე ეთყოდნენ, ხან დააფინანსებდნენ. კენიო რამეო რა. ერთი წელი გავიდა, ორი წელი გავიდა. მე დაიწყეს. აბა უბრალოდ რომ დააკვირდეთ, კაცი გოგოში თვითონ პრემიერიც ამბობდა. რომ აი განცხადებები ჯერ გახარიას დროს დაიწყო რომ 20 ივნისი რა ომამდე იყო ეს ომის შემდეგ იყო 20 ივნისი ხო გვახსოვს ეხა გახარია მოღალატე და აგენტი იყო ეს გავიგეს რაღაც ის მაგრამ ხო ქართული ოსნების დროს მოხდა გლანძღავდნენ ევროპელები და ამერიკელები შეეტრიეთ პარლამენტში გიჟები ხო არ ხართ ანუ სულ ამათ ხარეს იყვნენ სულ უბრალოდ ესენი აქ რადაცოს აკეთებდნენ ის კი არა რომ მოდი რამე ნაბიჯი გადავდგათო. აი მოდი ბოლომდე გავპრესოთო, რა, გავაფარჩაკოთ ეს ოპოზიციო, ასეო, ისეო, მარხნა, და უკვე მე უკვე მოწმე ვიყავი 20-20 რო დაიწყო. ქართული პოლიტიკა მარტო ის ყოლი ბოლომდე გაანადგურო რა. იმიტომ რომ უკვე მოიგე რა. შესულიყო პარლამენტში და ვინ შევიდა განადგურა. ეხლა რატო არ შემოვიდნენ პარლამენტში? მეც ეხლა შევიდოდეთ რა პრობლემაა, მე რატომ მე უნდა. თქვენზე არ მეკითხა, ეხლა რატო არ შემოვიდნენ? ხო და თქვენ დააფინანსებთ ბარამი რას მეუნდები ხა 40 მილიონი ადამიანი დახარჯა არჩევნების წინ და კითხვა არ გაქვთ დღემდე რას მეუნდებით? მე მომქონდეს 40 მილიონი ციხეში გამიშვებდით და